ქრისტე და მამა ერთია. ეს არის ყველაზე დიდი აბსურდი, რაც კი გამიგია საერთოდ რა. ანუ წარმოიდგინეთ, სცენარი არის ესეთი. ქრისტე და მამა ერთია. მამა არის, რომელიც ყველაფერს ქმნის რა, მთელ სამყაროს ქმნის, საბოლოოდ ადამიანებსაც და შემდეგ თავისი ქმნილებები რაღაც აუჯანყდებიან, იქ ანქელოზი დაეცემა, იქ წაართმევს იმებს, ამებს და საბოლოო ჯამში გადაწყვიტავს მამა, რომ ჩამოვიდეს დედამიწაზე რა. თვითონ მამაა და სიტყვით შექმნა ყველაფერი და სიტყვით რა კაცი როგორია, იცი კაცი არის თუ ღმერთი როგორია. ღმერთი არის ესეთი რა, რომ იტყვის და ყველაფერი ხდება. ხო და ამასობაში ქრისტე და მამა ერთია ამბობთ რა. როგორ არის ქრისტე და მამა ერთი და როგორია ეს აბსურდული ახსნა არა აქვს ამას, просто რომ ქრისტე მამა მოდის ну რა ძეთ იქნება ძე დავარქმევთ ამას თუ რას დავარქმევთ იესოს თუ რას დავარქმევთ მნიშვნელობა არ აქვს მამა მოდის რა არსება რომელიც ყველაფერი შექმნა სიტყვით მოდის იმისათვის რომ ჩვენ გაგვანათლოს და საბოლოო ჯამში ტოვებს ისე რომ წავედიო რა ვერ მოგიარეთ ვერაფერიო რა და აი ხა მითხარით რა ლოგიკა მითხარით ლოგიკა კაი ლოგიკას სცდება ღმერთი აი ღმერთი რა არის მითხარით მაშინ რომ მოდის საქმის მოსაგვარებლად და მიდის ისე რომ საბოლოო ჯამში თვითონ გაეკრება ჯვარზე ვერც ვერაფერს ვერ აგვარებს დღემდე 2024 წელი გავიდა საბოლოო ჯამში გვიტოვებს სიტყვას რომ სანამ მე ვარ აქ არის ნათელი და მე რომ წავალ მაშინ დაიწყება უკუნი ღამეო შეკაიკაცო კი მაგრამ მოდიხარ გადასარჩენად მოხვედი სინათლე მოიტანე და რაღაც ვიტოვები ამ სიბნელეში და თუ იცი რომ მოხვედი მარტო ეს რაღაც 33 წელი ხო ქრისტეს არ ვეხები და მე ვეხები აი ამ იდეას რომ ქრისტე და მამა ერთია იესო და მამა ერთია რა ვერ გეთანხმებით მაგაში როგორ არის ახლა ლოგიკა მითხრათ რისთვის ჩამოვიდა ან რისთვის ეცვა ჯვარს ან ჯვარზე რო არ გაკრულიყო ისე ვერ წავიდოდა ანუ ლოგიკა მითხარით ამაში რა არის რომ ღმერთი მოდის ჩვენს გადასარჩენად საბოლოო ჯამში თავს გაგვაკრევინებს ჯვარზე და შემდეგ წავა და დაგტოვებს ისმენ დედიკო ხო და დატოვე მაშინ აი გამაგებინეთ რა დაგტოვებს და თქვენ მოუგართ თქვენ თავს ეთქვის ხო აბსოლუტურად ყველანაირ აზროვნებას ცდება რა ღვთიურ აზროვნებას ცდება და ადამიანურსაც და სატანურსაც და ყველანაირ აზროვნებას ცდება ეს მოქმედება რომ ქრისტე და მამა ერთია საბოლოო ჯამში ესე იგი ღმერთი ჩამოდის ჯვარზე გაგვაკროვინებს თავს სისხლს დაღრის და რა გვაჩვენა მაგით რომ ხედავთ რა შეგიძლია თითი დაგვიქნია ინკს ეგრე მოგიხდებათო თუ რა არის ეს საბოლოო ჯამში ამბობს კაცი რომ მოვალ და მაშინ ერთი ქრისტიანის არ დამხვდებაო ამბობს ბიჭო თუ ერთი ქრისტიანი არ დამხვდება მეორეთ მოსვლის დროს აბა რაღა აზრი ქონა ახლა ვიღაცა მითხრა რომ ისო ადამიანურის გამოსცადაო ეგეც ეწინააღმდება აბსოლუტურ ყველანაირ ღვთიურს იმიტომ თუ ღმერთმა არ იცის ადამიანობა რა არის აბა მაშინ ის ყოვლადშემძლე ღმერთი არ ყოფილა ხო თუ ყოვლადშემძლე ღმერთია მოვიდა ჯვარს გაეკრა წავიდა და მოვა საბოლოოდ და ვეტყვის რომ მაინც დაგრუბავთ ყველასო და მაინც ვერავინ ვერ გაიგებს მე ვინ ვარო და ბიჭო თუ ვერავინ ვერ ვიგებთ ერთი წუთი დედიკობ და ვლაპარაკობ ხო ხედავ თუ ვერავინ ვერ იგებს ვინ არის ღმერთი ღმერთმა ყველაფერი იცის მოდის იმისათვის რომ გაგვანათლოს და ვერ გვანათლებს და მიდის ისევ და რაღაცა თან ამ იმეებით რა პერფორმანსით რომ აი ჯვარს გამაკარეს და ის ნახე რომ იქნეს ადამიანებმა ხალხო თქვენ ნორმალურები ხართ ცოტა დაფიქრდით რა რაღაცა რაებს ლაპარაკობთ საერთოდ რა ქრისტე და მამა ერთია და ქრისტე ეხვეწება მამამის ამაცილეს სასმიში და მამამის ანუ ძალიან აბსურდში ხართ რა აბსურდულ რაღაცებს აყვებით ან დალაგდით ისეთი რაღაცები მოყევით რომ დამაჯერებელი იყოს ეხლა მამა მოდის ძე ქვია ხო და თავისავს ევედრება გადამარჩინე მამა და ეს აქედან ეუბნება იყოს ნება შენი ვის ეუბნება თავის მეორე ნახევარს თუ რა ხდება აქ არანორმალურობაა რა, აი ძალიან არანორმალურობაა და ვითომ ხსნიან, რომ სამება ერთ არსი
სამება ერთ არის კი ბატონო, სამება ერთ არის, მაგრამ მე გავიგებდი ესეთ რამეს რა, რომ არ ყოფილიყო ქრისტე იქ ადამიანურ ბუნებით ეხვეწება თურმე თავის ღვთიურ ბუნებას, რომ ამარიდე ეს ასმისი. აუ, გასამება და გაორებაში ის. ამითი პირიქით ქრისტეს აკნინებთ თქვენ, ვიდრე ის, რომ გაიგოთ, რომ ქრისტე იესო იყო ადამიანი და განიხმრთო მერე მამაში განიხმრთო. აი ესე მაინც გავიგებ მე და გასაგებია და აბსოლუტურ ყველანაირ ღვთიურობაში ჩდება, ადამიანობაში და ყველანაირ აზროვნებაში, მაგრამ ის რომ თვითონ მამაა და თავის თავს ეხვეწება, რომ აი მამა მიშველე, არა, კი არ მიშველე. ამარიდე ეს ასმისი, ხო? თუ შესაძლებელია რომ ამერიდეს, ნუ მომკლავ. არა, მამამისი მაინც დაუშვებს იმას, რომ აი, აბა ვანახოთ ადამიანებს, რომ ესეთი დაბიოები არიან და არ შეუძლიათ სინათლეს. ეს არის ღმერთი? გვანახა ჩვენი თავი და ჩვენს დავინახეთ და რა, გამნათდით იმ წამში და მე დაგვავიწყდა ისე და ისე გაგრძელდა ისე ცხოვრება. ხო? და ესა ვართ, ესე მოლოდინში, ისე ქრისტე მოვა და გვიხსნის? აი სად დავართ, საერთოდ სად ბანაობენ ეს მღვდლები? სად ბანაობს ეს საზოგადოება, ვინც თავის თავს ქრისტიანს უწოდებს რა? და თან რას აკეთებენ? ქრისტიანს უწოდებენ მრუშობაში და ჭორიკნობაში ზრებად სული. ერთი ვინმეს ფეხი გადაუწეს, ეგრევე ქვებს დააყრიან რა. და ქრისტიანებს უწოდებთ თქვენ თავებს, ხო? და მე ის არა ქვია, მამა ჩამოვიდა, ოდნავ გაგვაბწყინა და ის დავბნელდით ისევ და რა გააკეთა ამით მამა? აი ვერ ხვდები, ამხელა რაღაც გააკეთა რა, თავისი შვილი შეგვწირა. რა შეგვჭირდებოდა შეწირვა, კაცო, გადაგვარჩინე. სიბნელიდან გვიხსენი, რა შეგვჭირდება ჩვენ ეხლა მაგ პერფორმანსები, რომ ქრისტე ვაცვათ ჯვარს, მე ვინანოთ, მე ვიტიროთ, მე 100,000 წელი ვიგლოვოთ და მე ისე დავწყინდეთ. მე მაგალითად მაგდონიდან მაგრად ამოვედი რა. ვიღაცამ არა ბატონო ჯოხაძე მომწერა რომ ისე უბსკრულის წილოში ვიდახარო და მე ვაზროვნებ მაინც და ვეძებ პასუხებს და ზოგიერთი ადამიანი საერთოდ ქრისტეს ვერ აღიარებს. ასე რომ უბსკრულის პირას ვინც დგას ჩანს. მარტო მე კი არა, სრულიად კაცობრიობა დგას უბსკრულის პირას და ერთმანეთს ატყუებენ ყველა რა. თავის თავსაც იტყუებენ და აბსოლუტური ქაოსია და წავედი ახლა მაგ გემშვიდობად რა.